სამშვიდობის საკახელების პროტესტი არ წყდება და არც ხელისუფლება გეგმავს მევენახეებთან დათმობაზე წასვლას. ამ დროისთვის ყველაზე დაძაბული ვითარება ისევ გურჯაანშია, რადგან მთელი ჯერჯერობით სწორედ ამ რაიონში მიმდინარეობს. მოთხოვნები უცვლელია, გლეხები ყურძნის ფასის ლარამდე გაზრდას ითხოვენ. რამდენიმე საათით გადაკეტილი იყო ქალაქის ცენტრი, რაც საბოლოოდ აქციის 4 მონაწილის დაკავებით დასრულდა. შემდეგ უკვე აქციამ სასამართლოსთან გადაინაცვლა, სადაც დაკავებულების პროცესი მიმდინარეობდა. სასამართლომ დღეს 4-ვე გაათავისუფლა, თუმცა პროცესი 18 სექტემბრისთვის გადაიდო. მევენახეები კი გაჩერებას არ აპირებენ, ხვალ გურჯაანში მორიგი აქციაა დაგეგმილი. ნათია ტრაპაიძე უკვე მეორე დღეა კახეთში იმყოფება და ახლა ის პირდაპირ ეთერშია. ნათია, დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელთანაც შეხვედრასაც გლეხები ითხოვენ, ყვარელში იმყოფებოდა. თუ აპირებს მინისტრი მევენახეებთან საუბარს? დიახ, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა, რადგან გლეხებს მიაჩნიათ, რომ შექმნილი პრობლემებიდან გამოსავალი სწორედ მინისტრ დანელიასთან ერთად უნდა იპოვონ. თუმცა დანელიამ გადაწყვიტა, რომ არ ჩამოვიდეს გურჯაანში და ჩავიდა ის ყვარელში ერთ-ერთ კერძო საწარმოში. დანელიამ განაცხადა, რომ ფასებთან დაკავშირებით გლეხებთან შეხვედრას აზრი არ აქვს. ასევე მინისტრის ინფორმაციით ყველა ქარხანა მზადარი ყურძნის მისაღებად, თუმცა სახელმწიფო საწარმოები ყურძნს იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ კერძოებში არ მოხდება მათი ჩაბარება. გლეხებს ხვდები ყოველ დღე, მე დღესაც წამოვედი ჩვენ რომ შეხვედრილიყავით, მაგრამ უკვე დაშლები იყვნენ და აზრი ახარ გონდა ადგილზე ჩასვლას, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა მოვინახულეთ ის ქარხნები, ვზაობა რაც რეგიონშია ზოგადად, ფასთან დაკავშირებით მათთან შეხვედრას ჩვენ ვფიქრობთ, რომ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ფას ჩვენ არ ვადგენთ. სუბსიდირების ტარიფები განსაზღვრულია, არ გადაიხედება, ჩვენ ამაზე უკვე არ არის ვისაუბრეთ, ფას რაც შეეხება, ამას ბიზნესი განსაზღვრავს და ჩვენ ბუნებრივია ამაში არ ჩავედით. ყურძნის ფასის გადახედვა სახელმწიფო არ აპირებს, ასევე არ აპირებენ გლეხები გაჩერებას. დღეს საკმაოდ ხმაურიანად მიმდინარეობდა გლეხების საპროტესტო აქცია გურჯაანის გამგეობასთანაც და ბაზართანაც. საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მევენახეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გლეხებმა გურჯაანი თბილისის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. აქციაზე პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 მევენახე დააკავეს, რის შემდეგაც შეკრებილებმა სასამართლოს შენობასთან გადაინაცვლეს და დაკავებულების ჯარიმის გარეშე გათავისუფლება მოითხოვეს. თუ ისინი დამნაშეები არიან, მაშინ ჩვენ დაგვიჭიროთ, ჩვენ დამნაშეები ვართ აქ. სულ დაგვიჭირონ, სულ შეგვიქონდა ხელბორკილი დავგადონ. ივანიშვილთან გვინდა შეხვედრა. ჩამოვიდეს და თავის განაპირებზე ვილაპარაკო. და სოფლის მინისტრი ჩამოვიდეს. ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, სოფლის მეურნეობის მინისტრთან და გუბერნატორთან შეხვედრის მოთხოვნით აქციის მონაწილეებმა გზა გამგეობის შენობასთანაც გადაკეტეს. მევენახეების სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ყურძნის ღირებულებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც საფერავის ჯიშის 75 თეთრი, რქაწითელი 60 თეთრი ღირს. აქციის მონაწილეებს დღეს არც ერთი ოფიციალური პირი არ შეხვედრია. აქციაზე კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი კლიმიაშვილი და გურჯაანის პოლიციის უფროსი მივიდნენ. ის მოითხოვეთ, მოვიდა და გესაუბრნენ და ეს რა ვისთან გინდა შეხვედრა? სოფლის მეურნეობის მინისტრის ბატონ ოთარ დანელიას ჩამოსვლას გუბერნატორის დეპუტატები ჩამოვიდნენ და გვერდში დაუდგნენ თავიანთ ამომრჩეველს, ვინც იმათ ხმები მიწა. ყველა ვიცვევთ, არ დავკრიბოთ ყურძენი. არ მივიტანოთ ამ ნაგვის ფასში. დანაპირები შეასრულოს ივანიშვილმა. ის გვეუბნებოდა, ლარზე ნაკლები არ იქნება ყურძენიო და სად არის ეს დანაპირები? პირველ რიგში მაგას ვითხოვთ. გამოგზავნდეს და დაგვიდგეს აქა და გვიპასუხოს ამ საკითხს. ფაქტიურად ხალხი კი არ გაკაჭავს ვენას. მაგის საშუალებას არ მიატოვებს ვაფშე ვენას. ერთი თვე ნუ აიღებენ პრემიებს და ის პრემიების თანხის მაგიერ გაგვიზარდოს სუბსიდია, არაფერი მოაკლდებათ იმათ ჯიბებს და იმათ სტომაქებს. გაიცათ ამ დროს არის არჩევნები. თველი 2015 წელი ქართული ოცნების დასამარება იქნება. ივანიშვილი იყო ზუსტად რომ დაგვირდა. ვის გაუგია 3 წლის წინ? ვის გაუგია ერთლარად ყურძენი? ესო საცინად გიგდებენო. რა წესიერად გელაპარაკები წადი უუსლი ხარ მე რა. რატომ მოხდა? მევენახეების ეს რეაქცია გამგეობის შენობასთან რთველი 2015-ის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის გამოჩენას მოყვა. გიორგი სამნიაშვილმა შეკრებილებს განუცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფასის გადახედვა არ იგეგმება, რასაც აქციის მონაწილეების პროტესტი მოჰყვა. მაგრამ პირველს თქვენ უნდა დაილაპარაკო და ფას მეცას გადაიხადო.
წამალში 15 ლარი მივეცი 5 დღევე უნდა დავლიო დანარჩენი 10 ლარი პენსია რომ დამიმატე 10 ლარი მეყოფა თითო რამდენი აქვს შეფასება აი იმ ხუთი დაკრება ძება 11 თეთრი 12 კილოგრამისა და რა გამოდგეს კაცეთ ერთხელ ასეთ გულეთ ჩვენ ვენახები ვარ გრემიდა დაისეთყა და 40 თეთრი ხო ცოდოები ვართ არა ჩვენ მევენახეები და მეღვინეები ვერ ხდებიან ერთმანეთს იმიტომ რომ ძირითადი მევენახეები ძირითადად მანიფესტაციებში არიან ჩართული ცოტა როგორც კი მიწყნდება მდგომარეობა მეღვინეებს უნდათ ყიდვა ხუძნის მევენახეების მხარდამჭერი აქცია გურჯაანში დღეს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმაც გამართა მოგვიანებით ჩალვა ნათელაშვილი გამგეობის შენობასთან შეკრებილებს შეუერთდა ჩამობძანდეს პრემიერ-მინისტრი სამწუხაროდ კახელი კაცია მაგრამ ხელის ბიჭად იქცა და ეს არავის არ შეამოვნებს ალბათ ეხლა ჩინეთში წასულა ვიზიტად ძაღლი შინავარგო და სანაპიროს გარბოდა რატომ შინეთი აქ ყურძენილდება და ვენახი იწვება აქციის მონაწილეების განცხადებით მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტი უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს გურჯაანში მევენახეები კახეთის ყველა რაიონიდან იყვნენ შეკრებილები დღევანდელ აქციაზე დაკავებული 4-ვე მევენახე ამ დროისთვის გათავისუფლებულია სასამართლო მათთვის ადმინისტრაციულ სახელზე იმსჯელებს უკვე 18 სექტემბერს თუმცა მანამდე გლეხებმა კიდევ ერთი მასშტაბური აქცია გურჯაანის გამგეობასთან ხვალისთვის დაგეგმეს ეს იყო ნათია ტრაპაიძე კახეთიდან მადლობთ ნათია